ინოვაციური დილა გრძელდება და რუსო თორმაინძე გვერდება რუსო დილამ შვიდობის. დილამ შვიდობის. ზოგადად ტვირთის გადაზიდვისას ბაზარზე ხშირია შემთხვევები, როცა შეკვეთის შესრულების შემდეგ ძღოლს უცხო ქალაქში ახალი მომხმარებლის პოვნა უჭირს. ამავდროულად არსებობს ადამიანთა ჯგუფი, რომელიც გადაზიდვისას მთავარ პრიორიტეტად ფასს ასახელებს. ასეთ მოცემულობაში მომხმარებლის და მძღოლების დასაკავშირებლად და მათ შორის ორმხრივი სარგებლის მისაღწევად შეიქმნა ინტერნეტ პლატფორმა ვექტორი. ახლა კი ვნახოთ სიუჟეტი ვექტორის შესახებ, რომელიც ინოვაციურმა დილამ მოამზადა. ვექტორი ეს არის ვებგვერდი, ვირტუალური პლატფორმა, რომელიც აკავშირებს ხალხურ დატვირთულ მძღოლებს და იაფად გადაეძვის სურვილებს. საქართველოში დღევანდელ სატრანსპორტო ბაზარზე გადაზიდვების უმრავლესობა ხორციელდება სამხრივად. ანუ მძღოლი როდესაც იღებს შეკვეთას, ის აქ-აქედან ასრულებს ტვირთის გადაზიდვას ქალაქში, ხოლო უკამრავლებას არის რაც ფაქტია ზის ფასს. სწორედ ამიტომ შევქმნით ვექტორი, რომლის მიზანიც არის შეამციროს სატრანსპორტო ბაზარზე ფასები და გვახავთ უფრო მეტად პროდუქტიული. ჩვენი ინოვაციური მოდელი საქართველოს ბაზარის 3 თვეა გამოჩნდა. პასუხი 150-მდე მუდმივი მომხმარებელი მძღოლი და განაახორციელეთ 10-ობით გადაზიდვა. ჩვენი საიტი ვექტორი ისეთივე მარტივია, როგორც ბიზნეს მოდელი. საკმარისია უბრალოდ შევიდეთ საიტზე და მივუცდოთ რომელი ქალაქიდან თუ გადაიზო და რა დროის განმავლობაში. ძიების შემდეგ გამოჩნდება რამოდენიმე ალტერნატივა, რომელსაც არჩევაც ხდება მოცულობის, ფასის და მიმართულების მიხედვით. თუ ეს ყველაფერი დამაკმაყოფილებელი იქნება, შემდეგ შეგვიძლია უკვე დავჯავშნოთ, რომლის შემდეგ ჩვენ ვიქნებით პასუხისმგებლები გადაიზოზე, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში თანხას ავანაზღაურებთ. ბიზნეს მოდელმა ვექტორმა გაიმარჯვა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ გამართულ სტარტაპ კონკურსში, რომელმაც საშუალება მოხდა გაგვემართა ბუდაპეშტში შეხვედრები უნგრელ ბიზნესმენებთან ერთად, რომლებიც დაინტერესებული არიან სატრანსპორტო ბიზნესით. იმედი მაქვს ჩვენი ბიზნესი ვექტორის წარმატებით ითანამშრომლებს და იფუნქციონირებს საქართველოში და ასევე ევროპაში. დავუბრუნდით პირდაპირ ეთერში და გადაცემაში სტუმრად გვყავს ვექტორის ერთ-ერთი დამფუძნებელი სალომე კოპრაშვილი. გამარჯობა სალომე. გამარჯობა. როგორც სიუჟეტიდან გავიგეთ, ამ ორი თვის განმავლობაში სულ რაღაც 10-მდე ტრანზაქცია შეასრულეთ. ჩემი სუბიექტური აზრიდან ეს შეიძლება გამოეცვია იმას, რომ მძღოლებს და მომხმარებლებს აქვთ ის მომენტი, რომ რამდენჯერმე დაუკმაყოფილების შემთხვევაში, როდესაც არ კმაყოფილდება მათი მოთხოვნა, უბრალოდ აღარ უჩნდებათ მოტივი და სურვილი, რომ შევიდნენ და შეამოწმოთ თქვენი საიტი. როგორ აპირებს ზოგადად დაარეგულირო ესეთი სიტუაციები? ვექტორი თვითონ იდეა ეფუძნება მოდელს ორმხრივი ქსელი ნეტვორკი. ამ მოდელისთვის დამახასიათებელია ეგ პრობლემა. ანუ ერთდროულად გვიწევს ორ მხარესთან ურთიერთობა, ერთი მხრივ მგზავრებთან და ერთი მხრივ მძღოლებთან. და მძღოლისთვის სტიმულია მგზავრების დიდი რაოდენობა, მგზავრების არა გადაზიდვის მსურველთა რაოდენობა და ისინი ინტერესდებიან იმ შემთხვევაში თუ კი ბევრი მძღოლია ბაზარზე. კი, მაგრამ საქმე ის რაში მდგომარეობს, რომ იდეა როგორც ესეთი, თქვათ, მძღოლების და მომხმარებლების ორმხრივი სარგებლობა არსებობდა ადრეც. უბრალოდ ეს არ იყო, შეიძლება ითქვას ონლაინ რეჟიმში და თქვათ, იყო განკუთვნილი მძღოლებისთვის ერთი სპეციალური ადგილი და არის კიდევაც და მომხმარებლები მიდიან და უშუალო კონტაქტი აქვთ მათთან ერთმანეთთან. და ქართველებს ესეთი კონტაქტი უფრო მეტად საიმედო ეჩვენებათ. მე მაგას პრობლემის მიზეზად არ ვთვლი. რეალურად ამ სამთვიან პერიოდში ჩვენ ვსდიდით მოდელს. შეიძლება ტესტ დროდ ჩაითვალოს ეს 90 დღე. ვხვდებოდით მძღოლებს, ვუხსნიდით რა შემდგომარეობს იდეა, როგორ უნდა იმუშაონ, რომ ინტერნეტი იქნება კომუნიკაციის ძირითადი გზა. როგორც წესი, მათთვის ეს პრობლემა არ არის. თუმცა რა თქმა უნდა არის ჯგუფი და საკმაოდ დიდი ჯგუფი, რომელსაც ურჩევნია მობილურით დაგვეკავშირდეს და ჩვენ მათ ნაცვლად გავიაროთ რეგისტრაცია, ანუ გამოვაქვეყნოთ განცხადება და ასე შემდეგ. პრობლემას ესეც არ წარმოადგენს, ანუ მათთვის, ვისთვისაც ინტერნეტის მოხმარება, გვერდზე შესვლა, ძალიან მარტივი რეგისტრაციის გავლა და განცხადების გამოქვეყნება არის პრობლემა, უბრალოდ შეუძლიათ დაგვირეკონ და ჩვენ მათ ნაცვლად გავდივართ რეგისტრაციის. რაოდენობას რაც შეეხება, ეს არის გამოწვეული მხოლოდ იმით, რომ ჩვენ ვსდიდით მოდელს, მუშაობდით მხოლოდ ერთ მხარეზე, ნეტვორკის მხოლოდ ერთ მხარეზე, მძღოლებზე. კი, მაგრამ ანუ გადაზიდვების ესე რომ ვთქვათ, ონლაინ პლატფორმა საქართველოში ნამდვილად კონკურენტო ხართ და გამოიწვია ეს პრობლემები, რაც თქვენ რეალურად გაქვთ იმან, რომ ვთქვათ, მარკეტინგული კუთხით არ გიმუშავიათ სათანადოდ თუ იმაზე, რაც ახლა ვისაუბრეთ, რომ ონლაინ ტრანზაქციები ქართველებს დიდად არ გვიყვარს. მაგაში არის მცირე პრობლემა, თუმცა არა გადაულახავი. ძირითადი მიზეზი არის მარკეტინგული აქტივობების სიმცირე, რაც კვარტლის დასასრულიდან, ანუ მომდევნო თვის დასაწყისიდან უკვე აქტიურად დაიწყება. ამის შემდეგ
network-ის მეორე მხარეზე, ან მომხმარებლებზე გავაკეთებთ აქცენტს და ეს თავისთავად გამოიწვევს ბრძოლების დაინტერესებას. არ გიფიქრეთ ინვესტიცია ჩაგედოთ, თუნდაც ანუ მარკეტინგული კუთხით თავიდანვე ამ 90 დღის განმავლობაში, იმიტომ რომ ბევრი ქვეყნის მაგალითიც რომ ავიღოთ, ზუსტად თქვენი იდეის მქონე კომპანიები ძალიან კარგად ფინანსდება სხვადასხვა ფონდის მიერ, იმიტომ რომ თუნდაც ექსპორტ-იმპორტის დროს ზუსტად იყენებენ ვექტორის მსგავს კომპანიებს და მათი თანამშრომლობა ძალიან დიდხნიანი და ასე რომ ვთქვათ, სარგებლიანია. რა თქმა უნდა, ინვესტიციის ჩადებაზე გვიფიქრია, თუმცა ეს ჩვენთვის მარტივი საქმე არ არის. მომდევნო თვიდან ვაპირებთ ჩავდოთ. ეს არ იქნება დიდი თანხა, შეიძლება iPhone 6-ის ფასი, მაგრამ იმ გასავებით, რომ ჩვენ iPhone 6 არ გვექნება და რეკლამაში ჩავდებთ ფულს. მაგრამ ინვესტორის პოვნას რაც შეეხება, საქართველოში როგორც წესი უნდა დაანახო, რომ ბიზნესი მუშაობს, იმისთვის რომ გამოჩნდნენ ადამიანები, ვინც შემდეგ დაგეხმარებიან. ჩვენ ჯერ ეს დასანახებელი გვაქვს და რა თქმა უნდა ინვესტორის მოძიებას ვაპირებთ. ხო, ურგამ როგორც სიუჟეტში ახსენა, აპირებთ ევროპის ქალაქებშიც გასვლას. თქვენ გაქვთ ამის გამოცდილება და იცით ევროპის ბაზარი, იმიტომ რომ როგორც ისევ სიუჟეტიდან გავიგეთ, უნგრეთში იყავით და სწორედ იქ დაიხვეწა და იქ განვითარდა თქვენი იდეა. შესაბამისად, როგორ აპირებთ იმ სფეროში, სადაც ძალიან ბევრი კონკურენტი ყავთ, გაუწიოთ აი ამ ხელა მართლა კონკურენცია. ურგამ როცა იფსუს სტარტაპების კონკურსი მოიგო, უნგრეთში ვიზიტით მოდელის უკეთ შესწავლა შეძლო, იქაური გამოცდილების გაზიარება. მაგრამ ბაზარი ევროპა ჩვენთვის ახლო პერსპექტივაში და ახლოს მე გულისხმობ 1 წლიან 2 წლიანს არ განიხილება როგორც პოტენციურ ბაზრად. ჩვენ კონცენტრირებას ვაკეთებთ რეგიონზე, სომხეთზე, აზერბაიჯანზე და საქართველოზე, თურქეთზეც მათ შორის, სადაც მსგავსი ტიპის მომსახურება ჯერ კიდევ არ არსებობს. თუმცა რა იქნება ყველაზე ესე რომ ვთქვათ პრიორიტეტი თქვენი კომპანიის? ჩვენთვის ან საქართველოში დაფუძნებულ კომპანიას აქ პრიორიტეტი მინიჭებული ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობიდან გამო ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია და მეორე ეს არის ფასი, თუმცა 10%-იანი მომსახურების საფასური რაც ჩვენ გვაქვს ითვლება რომ ბაზარზე არის დაბა. ხო, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ძალიან მისაღებია მსოფლიოს მასშტაბით, მსოფლიო ბაზარზე 10% საკმაოდ მისაღებია, იმიტომ რომ ძალიან ცნობილ კომპანიებს 20-დან 30%-მდე მერყევს ამ ტრანზაქციიდან მიღებული თანხა. გამომდინარე აქედან ფასი მხოლოდ ვერ გახდება თქვენი ერთ-ერთი პრიორიტეტული ფაქტორი და როგორ აპირებთ, ანუ რა სტრატეგიით და რა გეგმებით გადიხართ მარკეტინგულად საზღვარგარეთ? სომხეთში და აზერბაიჯანში როგორც გითხარით, მსგავსი ტიპის მომსახურება ჯერ არ არსებობს. ანუ იგივე სტრატეგია, რაც საქართველოში დაიგეგმება, განხორციელდება იქაც. ანუ გაცნობიტი ხასიათი, კომპანიებთან ურთიერთობა, მას მომხმარებელზე გასვლა, მათთვის გაცნობა ამ პროდუქტის და ამ შესაძლებლობის იქნება მთავარი მესიჯი ჩვენი მხრიდან. ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის და მე რა თქმა უნდა თქვენ ძალიან დიდ წარმატებას გისურვებთ. ჩემი რუბრიკა სტარტაპ პროფაილი ამით დასრულებულია. ახლა კი გადავდივართ გიორგი ტაბატაძესთან და გიორგი, როგორც ვიცით, აი როგორ ის